ხალხმა თუ პარლამენტმა უმრავლესობა? ჩემი ძალიან მოკლედ მხოლოდ ასე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული არის ადამიანის საზოგადოების თავისუფლება და შესაბამისად ბუნებრივია ვკითხოთ. იმდენ რაღაცას ვეკითხებით ხოლმე ხანდახან საზოგადოებას, რა საჭირო იმას არ ვეკითხებით. და ყველაზე მთავარი, თუ ჩვენ გვაქვს თუ გავირჩიეთ და გვაქვს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი, თუ გვაქვს შემდეგ კიდე დამატებით საპარლამენტო, თუ მოდელებზეა საუბარი, ჩვენ მიერ განათლებულმა გონიერმა ადამიანებმა, მათ შორის ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება იმ საზოგადოების 3,5 მილიონი ვართ, მაკა ბევრი ხო არა ვართ, არა? როგორც კი პატარა რამე ხდება, როგორ ერთმანეთთან მართლა გვერდზე ვდგება და ვჩნდებით ყველგან და მაინც და მაინც გასაჭირი და ტრაგედია უნდა ქონდეს, რომ სოლიდარობა ქონდეს თამაში ჩატარდეს. ერთხელ და სამუდამოდ ამ თაობის იქნება თუ ყველა თაობის კითხოს საზოგადოებას, როგორ ირჩევენ და აირჩიონ, ოღონდ შემდეგ არ მოხდეს, რომ არჩეულმა და დამნაშველმა ერთმანეთში ჩვენ უხუროთ საოცრებებს. დღეს არის პედაგოგის პრობლემებზე ლაპარაკობენ. აი აქ სახლი იწვის, როგორ დაიწყა შენეთერი. ვინმე მიცის თბილისში რამე რომ მოხდეს, გასასვლელები აღარ არის ხალხო. როგორ შენდება ჩვენსოფლიო გარემო, როგორ იყოფებია და ამაზე არ ვსაუბრობ და დეტალებზე ვსაუბრობ. ვინვის მაპატიე ხელისუფლება პრეზიდენტი გაურესხავს ნასკს თუ რა ქვია პრემიერ-მინისტრი, ამაზე კი არ უნდა დავუდეთ. ვინ როგორ მიიღებს, ვინ როგორ არის პასუხისმგებელი. ხალხის სამსახურში ყოფნა ეს და არა ის და მოსამსახურეობას ნიშნავს. მე მინდა რომ ჩემი არჩეული იყოს ბოლომდე ჩემი მოსამსახურე. ხალხმა აირჩიოს. თქვენ როგორი პოზიცია გაქვთ? ვინ უნდა აირჩიოს პრეზიდენტი? რა თქმა უნდა, ხალხმა და მე ვფიქრობ ხვალ. სწორედ ისევ ხვალინელ დღეს მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ სწორედ სიტყვის თავისუფლება არ იქნება და მისი დაცულობის ხარისხი არ იქნება დემოკრატიის ინდიკატორი მთავარი ქვეყანაში. იქ ეხლა 1000-ობით ადამიანის ახლა ახსენე რომ იბერია დაარბიეს რა. კაცი არა ხარ თუ რა ჩაჭრაზე არ არის ხარ. უნდა დავასრულოს თქვი რა. ახლა იცი ამ ტელევიზიას რა უქმნეს. იცი ამ ტელევიზიას რის პასად არის ან? არა, მაშინ სადიხავით ხო? დროს არა იმას ვარტო თქვი, ილაპარაკე სიმართლე რა. მე შენ ჩვენზე მეტად კი ვერ დაიცავ. ჩემ მეგობრებო უშაობენ იქაც, მაგრამ თქვი ჯერ იბერია სიტყვის თავისუფლება, ჯერ ახსენე იბერ სადიხავი მაშინ. და მე თქვი თორე გადი, ვინმე გიჭერს, უნდა გავიდეს, აბარა, ყველა უნდა დაიცავს. არა, შემიძლია კაცი გამ და ან ოსებს ეხა ყველა აქციაზე გავიდეს რა. თქვი რა იბერიაში რა მოხდა? იცი რა მოხდა? იცი აქ რა ხდებოდა? კალაშნიკოვი ესროლეს ხალხს. კარგით. გადავახტეთ, მაგრამ ჩვენი შვილები გვალდელ აქციაზე ჩვენ დავიცავთ, არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ დავიცავთ ჩვენი ხალხის მომავალს და რეალურად ყველა ინსტიტუტის ხვალს და პასუხობს ხვალ. ყველა სახელმწიფო დაგითმო, მე ეთერს და ილაპარაკე. ქურდი ხარ, თქვენ ხართ ქურდი. თქვენ პარავთ ქართულ ხალხს დროს, იმიტომ რომ მე აქ ვასაჯაროებ და ბახმოვანებ თავისუფალი ქართველი ხალხის აზრს და ნებას. თქვენ პარავთ ქართულ ხალხს დროს. თქვენ ძარცვალთ ქართულ ხალხს ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილი და ვისი უყანონო ხუნტა პარლამენტში. ხო, მადროვეთ და მომეცით ჩემთვის განკუთვნილი კანონიერი დრო. თქვენ პარავთ ჩემს ხალხს დროს. იურისტი გახმოვთ, იურისტი გახმოვთ. სიტყვის თავისუფლებას განსხვავებით და ძალიან კარგად. იცი იბერიას გახსენებ. თქვი კაცი ხო ხარ? თქვი სიმართლე. თორე ვინ გიჭერს? წადი დაიცავი მუხრან, ვინ გიჭერს? მე შემოგიერთებ მე თვამბო, მაგრამ აქ სხვა რაღაცა იბერია გახსოვს რა უქნეს? იმეც გახსოვს რა უქნეს? ობიექტივს გახსოვს რა უქნეს? 177 ბიჭი მოკლეს. რატო არ თქვი ხელ? მაშინ არა გეწვა? 10 წელზე გაცილი. 10 წელზე დროს კარგავ გეთქვა, მე ვარ ქურდი. მე ვარ ქურდი, თქვენ ქურდი ხართ, თქვენ პარავთ ქართულს, თქვენ პარავთ ქურდის. მე უხდი საზოგადოებას ბოდის, შენ რო გაქურდე აი ამ ყოველი როგი. ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ტელემაყურებელს. თქვენი პოზიცია გიორგის უნდა მოიცეს. გიორგის შემთხვევის თქვენ ძალიან არ გინდათ რომ მე აქ ვისაუბრო. სწორედ არ მოისმინოთ ხალხის აზრი. თავისუფალი სიტყვას აქ კიდე ერთი კარგი, მართალ სიტყვას უნდა თქვა. მე მინდა გაცნობოთ თავისუფალი დროს რომ ხვალ დაიწყება ბრძოლა ავტომატები ესროლეს ხალხს. დაიწყება ბრძოლა, რომელიც დაამთავრებს რეჟიმს. ნუ ანგაჟირებ, ეხლა დაპირისპირება. რა დაიწყება ბრძოლები მორჩა, უნდა წავიდეთ წინ განათლებულად. განათლებულად. შეიძლება ცოტა ადეკვატური არ შეიძლება ყოლების თქმაში. გიორგის პოზიციაც გამოსვლა და უნდა დავასრულოთ. გიორგი დღეს ფაქტობრივად ეთერში არ ყოფილვარ, იმიტომ რომ ამ ბატონებმა ქართულ ხალხს მოპარეს დრო.
რა მომყარე? დღეს მე არ ბატონო მომეცა მუხრან, თქვენ საშუალება პასუხი გამეჯერებინა. გავეცით მე უკვე, უბრალოდ მე კიდე სხვა თემაზე გადახვედით. ხო? რომელიც მომბარეს. ხალხის კუთვნილ დროს. მე მეუხდი ბოდის საზოგადოებასო შეთყუილი არ გათქმევენ და ქურდი ყოფილა. დღეს გიორგი თქვა რა მომიტეხა. ტელევიზიაში საუბრობ აღარ არის საჭირო უნდა დავასრულოთ. დღეს ყველა ტელევიზია განიცდის ერთი ადამიანის გავლენას. ვის? უნდა დავასრულო გიორგი თქვენი პოზიცია ხარი და უნდა დავასრულო. მერა მე აღარ ახსენე. მაესტრო, ეხლა ახსენე. გაგახსენდა? გაგახსენდა? მე ბურძგლა? რა თქმა უნდა.